გამოვიდა მაინც დავესწარი მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალ თავყრილობას. შეიძლება ითქვას, რომ 9 მილიარდი ადამიანი იქნებოდა უკვე აქ ნამყოფი, მათ შორის ძალიან ბევრი უცხოელი. ისე დაემთხვა, რომ Coldplay-ის კონცერტი იყო და Coldplay-ის წევრებიც მოვიდნენ აქ. კუმბ მელაზე დადეს ფოტოები Instagram-ზე და ამას დიდი სიხარულით მიზიარებენ აქაურები, რომ აი ნახე Coldplay იყო მოსული და როგორც Beatles-ები იყვნენ თავის დროზე, რომ რაღაც ინდური ცოდნის ამბასადორები გახდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაღაც Coldplay-ც ეგრე გახდა ამ მოკლე ხანში. आप मेला क्षेत्र के जिस घाट पर है वहीं स्नान करें और शीघ्र घाटों को खाली कर अपने गंतव्य को प्रस्थान करें। आपकी सुविधा के लिए ჩაის თავაზობენ. აი აქ მოდუღებული ჩაი როგორ არ უნდა დავლიო. Okay. მაგარი თავგადასავალია. ჯოხით გამოგვეკიდა ეს კაცი. ტიტველი კაცი. რაღაცა არ მოეწონა. ეს არიან ეგრეთ წოდებული ნაგასათუები, რომლებიც შიშვლები დადიან. მაგარი გაქცეული აქვთ, სიმართლე რომ გითხრათ. თუმცა შეიძლება ყველას არა. არიან მათ შორის მართლა სულიერი მოღვაწეები, ასე ვთქვათ რა. და ესენი ძირითადად ძალიან ასკეტურ ცხოვრებას ეწევიან. და გასულები არიან მონასტრებში ცხოვრობენ, აშრამებში ცხოვრობენ, ტყეებში ცხოვრობენ. ან წმინდა ქალაქებში, ან ვარანასიში, ან რიშიკეში, განგის პირას ცხოვრობენ, მედიტირებენ, რაღაც სხვადასხვა რიტუალებს ატარებენ. და სხვათა შორის ბევრი მათგანი რაღაცა ისეთ ძალებსაც ფლობს. რითიც შეუძლიათ ადამიანებზე გავლენის მოხდენა. ძალიან რთული საქმე ყოფილა პილიგრიმობა, ყველას უნდა სიწმინდეები და ეს ყველა მერე სიბინძურეს ქმნის ერთად. სიწმინდის ძიებაში ვაბინძურებთ ყველაფერს. აი ესეთი უკუღმართობა გჭირს ჩვენ ადამიანებს. პრინციპში ძალიან გავს თავად მით საქაურობა, ანუ მითშიც ეგრეა, როცა დაიწყეს მორევა რძის ოკეანის და უნდა ამოიყვანათ ამრიტა უკვდავების ნექტარი. ბევრი რამე ამოვიდა და მათ შორის იყო ერთი შხამი. სიბინძურე მთელი სამყაროსი, რომელსაც შეეძლო განადგურება. ყველაფრის ხო და აი აქაც ახლა გარშემო ეთყობა ამ სიბინძურეს, რასაც ხედავ, ესეც ის პირველი პირია, რაც ამოვიდა ჩვენი ერთობლივი მორევისგან.
განგასა და იამუნას შესართავებში. დაახლოებით 2 კილომეტრი უნდა ვიაროთ ავტობუსის გაჩერებამდე და ეს 2 კილომეტრი არის აი ესეთი ძალიან ხალხმრავალი, ბინძური, სურნელოვანი და ხმაურიანი. მოვახციეთ ბარანას ავტობუსში, 3 საათში ვიქნებით ბარანასში, როგორც ჩვენი მძღოლი ირდება. კადრებს მთლიანად ედოს ეს ტრეკი. Hara Hara Mahadeva Shambho Kashi Vishwanath Gange Hara Hara Mahadeva Shambho Kashi Vishwanath Gange Hara Hara Mahadeva Shambho Kashi Vishwanath Gange ერთ-ერთი საუკეთესო სასეირნო ადგილი არის ჩემთვის ვარანასის ვიწრო ქუჩები. რამდენიმე წლის წინ ვიყავი აქ კოვიდის შემდეგ და ძალიან ცოტა ხალხი იყო. სასიამოვნო შეგრძნება იყო მარტო სიარული. ოქტომბრივად მარტო ვიყავით და მოვედი ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ადგილზე. რომელიც დაკეტილია. ზოგადად ინდოეთი არ არის ქვეყანა, სადაც ფეხით შეგიძლია ბევრი ერო. მაგრამ ვარანასი არის. ნიფები თითქმის იგივე რაც რიშიკეში იყიდება. ფასის გადამოწმება მინდა უბრალოდ. ნუ სასწავლი ქალაქია რა. სასწავლი ქალაქია მთელი ამ თავისი დის ნაპირებით და გატები ქვია. აი ნავსაყუდელები ვით რაც არის ადგილები, სადაც მდინარესთან არის შესასვლელი. ტიტულგაცებს ქვიათ აგორი ბაბა. და იგენიც განსაკუთრებულ სათანაში არიან. და დადიან ტიტულები. რამე თუ სხეული არის მათი ტანსაცმელი და ღმერთმა შიშველი შექმნა ადამიანი და აგორებზეც მოგიყვებით ერთ-ერთ სიტყვას რა ხალხია და ვინ არიან. ბაბების ცხოვრება მკაცრია. ზოგმადგან ძლიერი ტკივილების ატანაც უწევს იმის გამოსაცდელად, რომ მათი ცნობიერება სხეულს მიღმა. ის უნდა მოკვდეს და თავიდან დაიბადოს. მათი გზა სრული ასკეტიზმია. მატერიაზე უარის თქმა. სიშიშვლე კი ამისი სიმბოლოა. უმეტესობა მათგანი განდეგილი ცხოვრებით ცხოვრობს და მხოლოდ ყუმბამელას დღესასწაულის დროს გამოდიან. მათი მიზანი სრული განთავისუფლება და შიშების განადგურება. ამისთვის ხშირად ცოცხლად დამარხვის იმიტაციასაც აკეთებენ და სპეციალურად გათხრილ საფლავებში წვევიან. სხეულს გარდაცვლილი ადამიანის ფერფლით იფარავენ. ისტორიას ისეთი ფაქტებიც ახსოვს, როდესაც ისინი იარაღით ხელში მტრებს ეომებოდნენ. გადმოცემის თანახმად მათ მუგალების ცხენოსანი ჯარისკი დაამარცხეს. აქტიურად იბრძოდნენ ბრიტანული კოლონიალიზმის წინააღმდეგ და უარს ამბობდნენ გადასახადებზე. მეტოქეს კი პარტიზანული ტაქტიკით ესხმოდნენ თავს. ისინი თავს შივას მეომრებს უწოდებენ. მაგრამ რამდენად ახლოს არიან ისინი იდეალთან, დღეს ეს რთული სათქმელია. ალბათ უმეტესობა არა. თუმცა მათი ექსცენტრიულობისა არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება ისინი გამსაჯო და განვიკითხო. თითოეულის უკან ჩემთვის სრულიად უცნობი ისტორია დგას. ესენი არიან ნაგაბაბები. იქაც ნახეთ. აქეთ გადმოცხოვდნენ განგის პირზე, როგორც ვარაუდობდით და ძალიან ბევრი ხალხია, თითქოს მთელი კუმბმელა აქ არის გადმოსული. მახაშივარატრი იქნება ხვალ. ეს არის უდიდესი დღესასწაული მთლიანად ინდოეთში ზოგადად. შივას და შაქტის ქორწინების დღეა. მასკულინური და ფემინური საწყისების გაერთიანება. ამ აგორების ერთ-ერთი გამოწვევა, რასაც თავისთან აყენებენ არის, რომ ყველა საზიზღრობა უნდა ჩაიდინა. როგორც ამას ხსნიან,
რაღაცა ის ლიმიტები ხო გვაქვს ადამიანს, რომ აი ამის გაკეთება არ შემიძლია, იმის გაკეთება არ შემიძლია. და აი აგორებმა უნდა შეძლონ. და კანიბალიზმის ფაქტებიც არის აღწერილი და დაფიქსირებული ამ აგორი ბაბების ცხოვრებაში. მაგრამ მე ვერ ვიცი, რომ ეგეთი საშიშები არიან როგორადაც გამოიყურებიან. და მე რატო არ მინდა მათთან მისვლა? იმიტომ რომ არ მაინც და მაინც სუხთები არ არიან ბოლომდე ენერგეტიკულად რა ეთყობათ თვალებში რა. ზოგი ბაბა მართლაც ძალიან სუხთა არის, მაგასაც ასევე თვალებით მიხვდები და ზოგი არა. იმიტომ რომ სხვადასხვა რაღაცებს აპრაქტიკებენ და ლად სუხთა არ არის რა, ცოტა მაგიურ ელემენტებსაც შეიცავს. ანუ ესე მეც ვაკეთებ. ესენი კაიძული ბიჭები ვით არიან შეხედე. ხედრიონელი ბაბები. ნამა პარვადე პადე. არა მადე. ვარანასი არის ინდოეთის ერთ-ერთი სულიერი ცენტრი რიშიკეშთან ერთად ალბათ. ანუ გარდა რიშიკეშისა კიდე არის რამდენიმე ქალაქი, მაგრამ ვარანასი არის ტოპ ქალაქი და არის მსოფლიოში ყველაზე ძველი ქალაქი. 15,000 წლის დაახლოებით. ეს ქალაქი შივას დაუარსებია, ოღონდ ქალღმერთის საპატივსაცემლოდ. მისი სიყვარულის ნიშნად აუგია. ბრაჰმა გახდა ძალიან ამპარტაუნი. ბრაჰმა იყო შემოქმედი ღმერთი, ყველაფრის შემოქმედი. და ძალიან თავში ავარდნია თურმე. რის გამოც შივა განრისხდა. ბრაჰმამ შექმნა 5 თავი და იყო 5-თავიანი და უნდა რომ მთელი სამყარო მას დამორჩილებოდა და ამ 5 თავით ეკონტროლებინა ყველაფერი. დიდი ძმა გიყურებთ. მაშინაც აქტუალური იყო ეგ ამბავი. რომ აი თვით ბრაჰმამაც კი რომელიც ღმერთი იყო. ამ პარტაუნების წოდვაში ფეხი ჩაყო, იმიტომ რომ ძალაუფლება რაღაცნაირად დიდხანს ეჭირა. შივა იცნობენ ღმერთს, რომელიც ერთდროულად ხედავს წარსულს, აწყოს და მომავალს და მან დაინახა, რომ ბრაჰმა არ იყო ღირსი იმისა, რომ ყოვლის მყრობელი ღმერთი დამხდარიყო. ძალაუფლების ცდუნებას თვით ბრაჰმამაც ვერ გაუძლო ყოვლის შემძლე ღმერთმა. და სწორედ ამიტომ საჭირო გახდა, რომ ის 5 თავი, რაც მან შექმნა, შივას გაენადგურებინა. შივამ გაანადგურა, შექმნა მრისხანე კალაბაირავა სახელით არის ცნობილი, აი შემზარავი ფიგურა არის რა, მართლა შეგაშინებს. შექმნა ეს სახე ხატი, ასე ვთქვათ და მე ამის მეშვეობით ბრაჰმას თავი მოკვეთა. და ეს ცოდვები რო გამოესყიდა, დადიოდა სხვადასხვა წმინდა ქალაქებში და ეს თავის ქალები ქონდა, თავის ქალა არ შორდებოდა, ზედ ქონდა მიწეპებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ამ კარმას, ამ ცოდვას კიდე დაატარებდა მაინც. და სხვადასხვა წმინდა ქალაქები მოინახულა და ვერ გათავისუფლდა ვერსად. და აი ვარანასიში რომ მოვიდა, ეგ თავის ქალა ჩამოვარდა და ვარანასის ადგილას დაეცა. და საინტერესო კიდე ის არის, რომ აი მაგის მერე გახდა ვარანასი გათავისუფლების ქალაქი, მოქშადამ ესე ეძახიან. ანუ მოქშას ადგილი, სადაც ადამიანი თავისუფლდება ცოდვებისგან და სიმძიმისგან. ხო და აი რატო არის საერთოდ ეს ვედური მითები ძალიან ბრძნული? აი მიუხედავად იმისა, რომ ეხა შივამ ბალანსი აღადგინა და იდეაში სამყაროსთვის კარგი გააკეთა, იმიტომ რომ ღმერთი ამ პარტაუნებისგან გადაარჩინა თან. მაინც ცოდვაში ეცვლება ეგ და მაინც მერე ასე ვთქვათ, უნდა მოინანიოს ეგ ცოდვა, მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს ბალანსს ემსახურებოდა. აი ზუსტად იგივე იყო რამას შემთხვევაშიც, წავიდა დემონი დაამარცხა და რომ გადმოვიდა მერე დაიწყო მაგ ცოდვების ჩამორეცვა, რაც ამ დემონის დამარცხების შედეგად აიკიდა, ასე ვთქვათ რა. და აი მაგ რამას ამბავმა გამახსენა ეგრევე გალობანის სინანულის, აი დავით აღმაშენებლის
ძალიან მიკვირდა თავიდან, მეთქი დავით აღმაშენებელი ამხელა წმინდანი მეფეა რა, ნუ რა სინანული რა. კარგი რა დავით რა მეთქი რა, მაგრამ მე ხვდები რომ ეგრე არ არის და ნებისმიერ ბრძოლას, სადაც კი გიწევს თუნდაც ვიღაცას ძალადობა, ეს მაინც გელექება შენ სინდისზე, თუ სინდისი გაქვს, რა თქმა უნდა. თუ არ გაქვს სინდისი, არ დაგელექება. და ეს დანალექი შენ თვითონვე არ გაძლევს მოსვენებას, რომ არ მოიშოვო და როგორც არ უნდა უთხრა შენ თავს, რომ ვიცი რა, მე მაინც კარგს ვაკეთებდი, მაინც გაწუხებს ეს შინაგანაც და უნდა მოინანიო. ხო, აი სიბრძნით არის ახსავსე, მინდა გითხრათ, მთელი ვედური იგავ არაკები. და სილამაზით რა თქმა უნდა. შივაიტის საოცნებო ქალაქი და ითვლება, რომ აქ პირადად ყველას მფარველობს ჩვენი ბატონი შივა. ნუ მოკლედ ძალიან ბევრი არიან აქ ნაგაბაბები. ნაგაბაბები. არ უყვართ აშკარად გადაღება და მეც აღარ მიუვარდები, ხო ნახეთ უკვე რა ტიპები არიან. რაღა საჭიროა. მოკლედ მე არ ვალაიქებ ამ სასულიერო პირებს მარიხუანას ვინც ეწევიან, ესე გაცხადებით შემიძლია განვაცხადო კიდევ ერთ-ერთი მათგანი, მაგრამ კადრად ძალიან ლამაზია. ხვალ მთელი ვარანასი იქნება არაფხიზელ მდგომარეობაში, ვინაიდან და რადგანაც მოკლედ შივა არის ის ღმერთი, რომელიც მარიხუანას ეწევა. ნუ ეს ცოტა დამახინჯებულად არის გაგებული რა, ეს არ არის რომ მარიხუანას ეწევა, მაგრამ ნუ გადმოცემების თანახმად ბანგი არის ეგრეთ წოდებული სცენარე, მარიხუანასგან დამზადებული სცენარი რაღაცა მტვერი თუ რაღაცა ეგეთი მოკლედ. და სიტყვა დაბანგულიც შეიძლება ჩვენთან მანდედან არის შემოსული და მაგას ნიშნავს. ხო და იმის თქმა მინდოდა რომ მოკლედ მანდ ლასი ამათი მაწონია და მაწონში აზავებენ ამ ბანკს და აკეთებენ ბანგლასის და მთელი ქალაქი მაგას ჭამს. ხვალ დღესასწაულზე მაჰაშივარატრიზე ქვაბებით ამზადებენ და იქნებიან ამ ბანგლასიზე. და ყველა იქნება მაგარ ექსი ვთქვათ, მოდი ვთქვათ კაიფში. Und ეს ტრადიცია დაახლოებით 3-5000 წლის წინანდელია. ეს არ არის რაღაც ნარკოტიკული სუბკულტურა რო შემოვიდა სოფლიოში მაგის გამოგონილი. მოწესრიგებულია ადამიანი ჩანს ვიღაც. თავისთვის არის ლოცვებს კითხულობს. აი თუ გინდათ რომ გაარჩიოთ წესრიგი ვისთანაც არის მაღალი სულიერი ვიბრაციებიც იქ უნდა ვეძებოთ რა. სადაც არის წესრიგი და სისუფთავე,
არის სიწმინდეც. თუ სისუფთავეს არ იცავენ, ნე. გამორიცხულია. არავინ მოგატყუოთ და თავი არავის დაალოცინოთ. Your name? Mate. Matre? Mate. Matre. Georgia. Where are you from? We are from Uttarakhand. Uttarakhand. Himalaya. No fighting. You culture fighting. Yeah? Yeah. Om Namo Narayan. Jai Mahakal. Jai Mahakal. Thank you. Om Namah Shivaya. Om Namah Shivaya. და საყვარელი ტიპი. იმარი ხოვანაც ეწეოდა ესეც, მაგრამ კეთილშობილია. ეგეთი ამბავი გავრცელდა, რომ ეხა კუნძულზე ერთმა ოჯახმა იპოვა ქმარი და მამა შესაბამისად, რომელიც 27 წელი დაკარგული ეგონა თუ რაღაცა და ნაგასა თუ გამხდარა და ხო და ესეთი ნაგაბაბა იყო გამხდარი და ოჯახს ეგონა გარდაცვლილი და კუნძულზე იპოვეს. აი ეგეთი საგიჟეთი რაღაცები ხდება. ამზადებენ კოცონს. კრემაციისთვის. აქ გარდაცვლილი ადამიანის გვამი. კრემაციის გადაღება მინდა და ესენი აკეთებენ კრემაციას, მაგრამ გამომიდგნენ, აი სამკაპი აიყო და გამომეკიდა. Deva Sharada Shatamma Yo Shantirantarikshakho Shanti Prithivi Shantirapa Shantira Oba, შუა რიტუალში YouTube-ის რეკლამა ჩაერთო. Daya Shanti Vanaspadaya Shanti Vishve Shanti, 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 Sushanti Bhavato, Sarvadishta Shanti Bhavato, Sri Rasto, Kalyana Vasto. აქაც კრემაცია მიდის ახლა. სხვადასხვა ხეებს გამოიყენებენ აქ დაწვისთვის და ფასის მიხედვით განსხვავდება. არის უფრო ძვირიანი ხეები, არის შედარებით ნაკლებად ფასიანი ხეები. და სხვათა შორის რამდენიმე კატეგორიის ადამიანი არის, ვისი კრემაციაც არ შეიძლება. ერთი ესენი არიან სათუები, ესეთ წმინდანები, ფეხმძიმე ქალები, კობრას ნაკბენით მიერ გარდაცვლილი ადამიანები. იმიტომ რომ კობრას ნაკბენით ითვლება, რომ ვინც გარდაიცვლება ის ავტომატურად შივასთან მიდის. რომ კობრა შივას ცხოველია მოგეხსენებათ და ტრანსგენდერები. ესეთი უცნაური სია გვაქვს. ვინი ფიქრებდა თუ ერთ სიაში შეიძლება ესეთი 4 ადამიანი მოხდეს? რა შეიძლება იყოს ეგეთი სია? ეს არის ვარანასში ადამიანების დაწვა. ცოტა კრიფიარი უკვე აქაურობა. ჩემი რიშიკეში მენატრება. ჩემი ევროპელი იურგების ქალაქი. ან შეიძლება ყავადალიო ნამცხვარი ჭამო თეთრკანიანებთან იცეკო იმღერო.
და რადგანაც ვარანასი ითვლება გათავისუფლების ქალაქად, როგორც უკვე გითხარით, აქ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის უბრალოდ იმისთვის, რომ ვარანასში გარდაიცვალოს. და ასევე ითვლება ის, რომ დაწვის შემთხვევაში ძალიან უმარტივდება სულ სხეულთან განშორება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სხეულთან მიჯაჭვულობა გაუჩნდეს და დიდხანს კიდევ ვერ დატოვოს მატერიალური სამყარო და სული გაიჭედოს. და სხვათა შორის კიდევ სულს გაჭედვაში ძალიან ხელს უწყობს ტირილი. თუ ახლობლები ტირიან და ძალიან ემოციურად განიცდიან, სულმა ეს შეიძლება ასევე ემოციურად მიიღოს და გაიჭედოს და ვერ გადავიდეს სულიერ სამყაროში. და სხვათა შორის რაღაცა ეგეთი ქრისტიანებისგანაც მომისმენია, რომ ტირილი სულს ხელს უშლის საზვეროების გავლაშიო. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ლოგიკური არის, ანუ სულმა თუ გადმოიხედა, რომ იქ მისიანები ძალიან იტანჯებიან და ვერ ემშვიდობებიან, შეიძლება ძალიან გაუჭირდეს კი აკაურობის დატოვება და წინ წასვლა. და მე ნანახი მაქვს აქ როგორ ტიროდა ერთი ადამიანი, რომელმაც მამა დაკარგა, თან არ უნდა ეტირა და თან ტიროდა და ძალიან ტრაგიკული სანახაობა იყო ეს, რაღაცა რომ იკავებდა ცრემლებს და მაინც ეტირებოდა, სხვანაირად არ შეეძლო. აი, გლოვასაც აქვს თავისი ადგილი, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, გლოვა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი არის რაღაცასთან გამომშვიდობების დროს, რომ ეს საჭირო არის ფსიქოლოგიურად. თუმცა ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია ის თქვა, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ჩვენ შეგვიძლია გარდაცვლილებს გავუკეთოთ, ეს არის მადლიერება. რომ უბრალოდ გავაცნობიეროთ მათი არსებობის როლი და რაშიც მადლიერები ვართ, იმაში ძალიან გულწრფელად გამოვხატოთ მადლიერება მათი არსებობის გამო და ეს მადლიერება როგორც საწვავი ისე ეხმარება იმისათვის, რომ ეს გზა ბოლომდე გაიაროს, რაც გასავლელი აქვს. სიკვდილის შიშის გაცნობიერებაშიც დაგვეხმარება ადამიანებს. იმდენად ახლოს ხარ აქ სიკვდილთან, რომ აი უბრალოდ აქ წვავენ ადამიანებს და გვერდით ბავშვი ფრანს ათამაშებს. აი ესეთი კონტრასტული რაღაცები ხდება, რაც ჩვენთვის წარმოუდგენელია გასვენებაში, რომ ბავშვი ფრანით ითამაშოს, ხო? და სიკვდილი აქ ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა არის, არ აღიქმება როგორც დიდი ტრაგედია, გარდაცვალება. სიკვდილი ამათ ფილოსოფიაში არ არსებობს. არის უბრალოდ ტანსაცმლის გამოცვლა. ეგ არის და ეგ. და ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა ეხლა ცოტა ხნის წინ ერთ ადამიანთან, რომელიც აშრამში გავიცანი და ეს რამეს მეუბნებოდა, რომ რაღაც ძალიან დიდი ფესტივალი ტარდებოდა სამხრეთ აფრიკაში, სადაც თვითონ იყო. და ნუ მოკლედ რაღაცა ეს მედიტაციური მდგომარეობის შედეგად გადაწყვიტა, რომ სიკვდილის ფორმა უნდა ჩაეცვა. და ეს პასუხი რომ მოვიდა, მე თვითონ მეშინოდაო, ანუ ვერ ვიჯერებდიო, რომ ეგ უნდა გამეკეთებინაო და მე ნუ მაინც გავაკეთეო და უნდა გავაკეთე გაცნობიერებულათო და მედიტირებდი სიკვდილზე, მინდოდა გამეგო რა არის სიკვდილიო და აი ეს ძალიან გაბრწყინებული თვალებით მეუბნებოდა, აი მართლა რო გაცნობიერებული აქვს მთელი სხეულით ადამიანს, ეს რაღაც მეუბნებოდა, რომ ანუ არ არსებობს სიკვდილი არის ცოცხლის პარალელური პროცესი, რაც ერთდროულად მიდისო რა. სულ რაღაცა კვდება, სულ რაღაცა ცოცხლდება. ეხლა ჩვენს სხეულში მუდმივად რაღაცა კვდება, მუდმივად რაღაცა ცოცხლებაო და ხო, პრინციპში ძნელი არის, არ დაეთანხმო რა. ჩვენ უბრალოდ მაგაზე არ ვფიქრობთ ხოლმე, თორე რომ დაფიქრდე, მართლა ეგრეა რა. ანუ უბრალოდ მედლის ორივე მხარე, ანუ ეხლა ჩვენ მე რომ ცოცხლობ მაგალითად პარალელურად ხო კვდები კიდევაც, ანუ სიკვდილთანაც ახლოს მივდივარ. ანუ შემიძლიათ ამ სიცოცხლეს სიკვდილიც უწოდო, ანუ სიკვდილის პროცესიც უწოდო. რითი განსხვავდება? არაფრით არ განსხვავდება. და აი ეგ რომ რაღაცა სიკვდილის შიში გვაქვს, ზოგადად ძალიან ბევრ რაღაცაში ხელს გვიშლის და თუნდაც იმაში რომ რაღაცა ძლიერი
ორგანიზაციები და ისინი, ვისაც წყურიათ, რომ ადამიანზე მოიპოვონ ძალაუფლება და ადამიანების მართლობის ქვეშ ყავდეთ, აი სწორედ მაგ შიშებით მანიპულირებენ ძალიან მარტივად რა. მოკლედ აღარ მინდა ეს ტიტული ბაბები. წავედი ახლა სადმე კაფეში უნდა ჩამოვიჯდა ცოტა ევროპულად. ნაყინი შევჭამო. მადლობა, კარგები ვიღართ. თქვენ გენაცვალეთ, გაგიმარჯვოთ ღმერთმა. კარგად ბრძანდებოდეთ. ჩემ იშაში გამიშვით ცივილიზაციის აკვანში. სადაც არის წესრიგი და სისუფთავე. მოგესალმებით მეგობრებო. ქორწილში ვარ ინდოეთში. დღეს არის მაჰაშივარატრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქორწილი არის შივას და შაქტის. შივას ქორწილში ვიქნები. ადი იოგისთან ვიმხიარულებთ, ვიცეკვებთ, ვიმღერებთ, მანტრებს მოусმენთ, ვიმედიტირებთ და მოკლედ ამ ღვთაებრივი ქორწინების დღეს ვიქნებით ამის მოწმეები, როგორ იწერდა ჯვარს სიმღამეს შივა და შაქტი. და ამ ცერემონიის მიღმა ხდება ძალიან დიდი საორგანიზაციო ჟრიამული. Namaskaram. Happy Shivaratri. Subscribe and like channel. Thank you so much for promotion. In Searching of Miracles. In Searching of Miracles. Okay. Thank you. I subscribe your channel. Bye. ძალიან მეცინება მართლა საქორწილოს უფრაროა გაშლილი მაგაზე. აი აქ გვაქვს სტენდი Miracle of Mind. ახალი აპლიკაცია გამოვიდა სამედიტაციო, სადაც ყველას შეუძლია მედიტაციაში მონაწილეობა მიიღოს. არის 7 წუთიანი სამედიტაციო პროგრამა ჩაწერილი აპლიკაციაში, შეგიძლიათ გადმოწეროთ, დღეს გაიხსნა და ზოგადად ამ იდეის აზრი არის ის, რომ ნახევარ სოფლიოს თვალები დავახუჭინოო, სადგურო მაგას ამბობს. მინიმუმ ეგრო შეგვეძლებინაო, ძალიან კარგი იქნებაო, იმიტომ რომ ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს უბრალოდ 10 წუთით თვალების დახუჭვაც კი არ შეუძლიაო. გადაივსება ეხა ძალიან მალე აქაურობა. მე უნდა ვიყავო ჩემი ადგილი. As well as when we are repeating after him. აპლიკაციის გამოშვება არის ძალიან დიდი მოვლენა. 27 წუთში დაიწყება ლაივი. ஒரு சக்தி வாய்ந்த ஆற்றல் மையத்தை சுத்தி வந்து მოკლედ ეგრე არ არის. ბოროტები ஆதியோகி ძლიერდებია პლანეტაზე. ნათელი ძალები არიან გულთან დაკრეფილები და ჩვენც ის დაგვრჩენია რომ ცოტათი ჩვენს გავაძლიეროთ დღეში 7 წუთი თუნდაც რო გონება დავამშვიდოთ ძალიან კარგი იქნება. აი ეს დაგვეხმარება სრულად უსასყიდლო აპლიკაცია. აი ესე რა აბსოლუტურად სიფხიზლე არის აი აქ არც ერთი გრამი ალკოჰოლი არც ერთი გრამი რამე მათრობელა საშუალება აი ეს ხალხი უბრალოდ ცეკვავს და მღერის აი ამ ხარჯზე ეს ვარანასელი ნარკომანი ბაბები არ მინდა ეს მიყვარს და აი ესე უნდა იყოს მთელი პლანეტა.
შეგვიძლია და იმიტომ